ამელკა ძაღლი შენზე დიდია. ეს არ არის მართალი, ეს პატარა ძაღლია, ბერტა. მოკლედ დავიღალე ეზოში თამაშით. წავიდეთ პარკში. პარკში წასვლა არ მინდა, იქ ბევრი სხვა ძაღლია, ბერტა დაიტარგება. ამ დროს პარკში ძაღლები ცოტა არიან. წავიდეთ. არა, პარკში არ წავალ. და ბერტას სურს პარკში წასვლა. როგორ შეგიძლია იცოდე რა სურს ბერტას? გააკვირდი. შეხედე სახეზე აწერია. პარკში მინდა წასვლა. ბერტა. მე ვხედავ რასაც ამბობს. სახლში მინდა თამაში. შენ კარგად არ იცნობ შენს სახლს. კითხოთ მას. ლაპარაკი არ შეუძლია. უნას მაგარი გამოგონება ჰქონდა. ძაღლის მთარგმნელი. მაგარია ვცადოთ. ახლა მოვიდან. ბერტა. ასე რომ ისეთი შეგრძნებაა თითქოს მასთან ინტერვიუს იყვებ. ჩუმა თორე მანქანა შენს დათქვამს გადათაგნის. ანელკა გინავთქვა რომ მყებ? ეს უკვე შეურაცხყოფელია. კარგი, ბოდიში, ცუდი ხუმრობა. ბერტა, მოდი ჩემთან. დასრულდა, ახლა შემოზმე. ბერტა, მითხარი რა შეჭამ? და რა თქვა მან? სისულელეა. წერია ღობე, ბურთი, წითელი და წვიმა. ნება მომეცი, ვცადო. ბერტა, გინდა პარკში წასვლა? მან თქვა ჩანთა, საკვები, ბალიში. გასაგებია, ის არ მუშაობს. მან თქვა ხე და არის ხე პარკში. ამიტომ მას სურს პარკში წასვლა. ეს უბრალოდ სიტყვებია. დიახ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ არაფერი ვიცით. მე მაქვს იდეა. შენ იქ მიდი? ბერტა, შეგიდე აქ იჯექი. ბერტა, თუ გინდა პარკში წასვლა, ლეოსთან წადი. თუ სახლში დარჩენა გინდა, მოდი ჩემთან. ხომ ხედავ? ეზოში თამაში უნდა. მე მაქვს იდეა, ნება მიეცი ბერტას ჩვენი დღე მართოს. მაგარი იდეა, მეგობრებო, დაალაიქეთ თუ თქვენც მოგწონთ. ბერტა, თანახმა ხარ? როგორც ჩანს, ის თანახმაა. მაშ რა უნდა ვკითხო მას? ახლა ლანჩის დროა. სენდვიჩებს გავაკეთებ, ისინი სამზარეულოში რა არიან. შეჭამს ბერტა? თავის საჭმელს, როგორც ყოველთვის. და თუ ის ახლა მართავს ჩვენს დღეს, ნება მიეცი მან გადაწყვიტოს. გინდა რომ მას ჩვენი სენდვიჩები აჭამო? ბერტა, თუ საჭმელი გინდა, მოდი ჩემთან. თუ სენდვიჩები წადი ლეოსთან. არა, ბერტა, რატომ მოხვედი ჩემთან? შენ თვითონ მოიფიქრე ეს ჩელენჯი, მოდი ავიღოთ სენდვიჩები. To go. ძალიან ვეცადი ამ სენდვიჩების გაკეთებას. გონი მას მოეწონა. მიირთვი კერძი ბერტა. კარგი და ჩვენ ვასჭამ? მოდი ჩვენთვის სუში გამოვიძახოთ. რა სიტყვი რომ პიცა მოვაზადოთ? არც ისე ცუდი იდეაა. პიცა. სუში. ბერტა, აირჩიე, თუ ჩემთან მოხვალ მოვამზადებ პიცას. და თუ მე სუში შევუკვეთავთ. ბერტა, ბერტა, მოდი. ბერტა, მოდი ჩემთან. ბერტა. ბერტა, რატომ წევ ხარ? აირჩიე მალე. ვიცი რაც ხდება. როგორც ჩანს მას სურს რომ შიერი დავრჩეთ. და რას ვიზამთ? მართალი გითხრა, ანუ არაფერი არ უნდა ვჭამოთ. უნდა ვიშიფშილოთ. ეს ჩელენჯია და ჩვენი მაყურებლებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ხო და დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. რა თქმა უნდა, ისინი გამოიწერენ. ხედავენ თუ როგორ მუშაობ ჩვენ მათთვის. კარგი, მორჩა. რადგან არ ვჭამთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. გირჩევ იოგას გაკეთებას. ამელკა, ხომ იცი რომ მე იოგას ვერ ვიტან. ბერტა გადაწყვეს დღეს. კარგი, მაშინ მე გთავაზობ სახლის კინოთეატრის დაყენებას. ბერტა, რა სიტყვი? მე იოგა მინდა. მე კინოთეატრი მინდა. ბერტა, თუ შენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ხარ, მაშინ მოდი ჩემთან. კარგი რა. ის ზეხვჭამს და ეს არ არის ჯანსაღი დიეტა. ბერტა, მოდი ჩემთან. არა, მოდი ჩემთან. მოდი აქ. ჭკვიანი გოგო.
ოჩახ. ხო, სულელური იოგა. ახლა ტანსაცმლის გამოსვლა გჭირდება. არ ინერვიულო, ბერტა შეგვიჭირს ტანსაცმელს. წავედი, ტანსაცმელი მოვიტანო და ბერტას ავარჩევინო. აქ არის ჩემი სპორტული ტანსაცმელი. შენთვის უკეთესი ტანსაცმელი ვიპოვე. ხუმრო, ეს ბოშას კოსტიუმია. იოგასთვის არ ვარ, გამე არ ჩავისმევ ამას. დღეს ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. ბერტას გადასაწყვეტია. თუ დავავიწყდა? ჰო, მართალია. ეს მე კარგად მექნება. ნაკი შენ ჩემთვის ეს შეარჩიე, მაშინ მე შენ აგირჩევ. შენ ჩაიცმევ? აი ამას ჩაიცმევ. მორჩა ბერტა აირჩევს. აუ არა რა. არ მინდა ამაში გამომწერება დამინახონ. კარგი, მშვენიერი კოსტუმია. ამელკა, ნუ დამცინი. იქნებ ბერტამ შენთვის სასურველი კოსტუმი შირაჩიოს. იმედი მაქვს. კარგი, ყველაფერი მზადაა. წავიდეთ, ვაჩვენოთ ბერტას. კარგი, სულ რაღაც 2 წუთი მჭირდება სამზარეულოში წყლის დასალევად. მალე მოვალ. კარგი, გალეთკილოდები. ამელკა მსოფლიოში ყველაზე ცუდი ტანსაცმელი ამირჩია. ვერ ჩავიცვავ ამას. მე ვიცი როგორ მოვახდინო გავლენა ბერტაზე. იმედია ეს ნაჭერი საკმარისია და იმუშავებს. ჯიბეში ჩავიდებ. ლეო, მზად ხარ? დიახ, შეგვიძლია დავიწყოთ. ყველა ტანსაცმელი მოიტანე? კი, ყველა. მაშინ წავიდეთ. ასე რომ მე ჩემი კოსტუმი ხელში მაქვს. მე კი შენი, ოღონდ ეს ასეთი ვარდისფერია. აბა ნახოთ. ბერტა არ დამაღალატო. ბერტა რომელ კოსტუმს აირჩევს, ლეო? ბერტა ეს უფრო მაგარია. აირჩიე, ნახე როგორი ვარდისფერია. შენ გოგო ხარ. ვაუ, yes! კარგი რა, ასეთი მაგარი კოსტუმი ავარჩიე შენთვის. ოჩახ ბერტა, კარგი ძაღლი ხარ. ბერტა, მოდი ჩემთან. ლეო, რატომ არ გცილდება? არ ვიცი, მას ალბათ მოსწონს კოსტიუმი. ო, ეს რა არის? ამელკა, ეს ის არ არის, რაც შენ გონია. ლეო, კარგი რა, შენ ზეხვის ნაჭერი გქონდა ჯიბეში. მე ეს უბრალოდ ჩემთვის ავიღე. დიახ, მე უკვე დავიჯერე. აი, ჩაიცმევ ამას. აიღე. კარგი რა. ამელკა, ბერტამ ნამდვილად აირჩია ჩემი კოსტიუმი. არა, ამას ჩაიცმევ. შემდეგ ჯერზე შენ აღარ მოიტყუები. ახლა გამოისვალეთ ტანსაცმელი და ნუ დაბრუნდები ზეხვით, თორემ დაისჯები. იცოდე არ მოიტყუ. ამელკა, რა დიდ თვალება ხარ. მე და შენ ვერ მოგატყუებენ, არა? რას აკეთებ? კიდევ ხელი მოვაჭამე. მეტი აღარ მაქვს, ბერტა სულ ეს არის. აბა, კმაყოფილი ხარ? ფიქრობ ძალიან გიხდება. იცინე, ვნახოთ რას აირჩევს ბერტა შენთვის. ბერტა აირჩიეს. ბერტა აირჩია კოსტიუმი ამელკასთვის. აი ეს. ვუჰუ! ბერტა საწახვედი, ლეოს ზეხვი აღარ აქვს. კარგი, ჭკვიანი ზაღლი, ასეთი ჭკვიანი და ასეთი კარგი. ეს არ არის სამართლიანი, ხელები ზეხვის სულიანი გაქვს. არ მაქვს, შენ თვითონ შეამოწმე, მიდი. არა, შენ მართალი ხარ. მოკლედ შენ გამოიცვალე, გეგონა რომ მხოლოდ მე შევწყვებოდი? ჩადაბა. ბერტა, შენ თუ მე დამეხმარები, 2 მთელ შეკვრა საჭმელს გიყიდი, იცოდე. კი, პირდები, კი. მორჩა, ახლა შეგვიძლია იოგას გაკეთება. ლეო, გაიმეორე ჩემს შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს იოგას? ის კანტვირთოში დაგეხმარება. უკეთესი იქნება ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს უფრო სასარგებლო იქნება ვიდრე შენი იოგა. ის ადვილია. ბერტამ იოგა აირჩია, ასე რომ იოგა. გაიმეორე ჩემს შემდეგ.
მიდი. დაწექი ზურგზე. აუ, ჯანდაბა. აბა ადვილია? თავიდან უფრო ადვილი ჩანდა. ახლა ფეხები გაშალე. გააკეთეს. ცოტა ჩაჯექი და ფეხები გაასწორე. აი! კარგი რა, ლეო, ნორმალურად დადექი. როგორ? შეხედე. დადე ფეხი ასე. ეს კი ასე. ოჰ! ახლა გაშალე, მიდი. მიდი. აი! ლეო, ჩაჯექი. მორჩა ამელკა დავიღალე შენი იოგათი. კარგი, დააწყეჭის საკმარისია. შეგიძლია წახვიდეთ. ხვალდილით კიდევ ერთი გაკვეთილი გვექნება. არა, ფეხბურთს ვითამაშებ. შენ გააკეთე შენი იოგა. ძალიან დავიღალე. დიახ, ჭურჭლის გარეცხვა მაინც მჭირდება. მოდი, ჩელენჯი გავაგრძელოთ. ბერტა მარჩიოს ვინ დაისვენებს და ვინ დარეცხავს ჭურჭელს. კარგი, ბერტა აირჩია ისთვის დაისვენებს. ბერტა, მოდი ჩემთან, მოდი. ბერტა, ჩემთან. Yes, მოვიგე. დიახ, ისევ მე, კარგი ძაღლი, ყოჩაღ. ბერტა, ისევ მანდხარ? კი, ჩემთანა. მე და ის შევთანხმდით, რომ ორ უზარმაზარ შეკვრათ საკვებს უყიდდი, ამიტომ სულ ჩემთან მოდის. ასე ხო, ბერტა, მე გიყიდი საჭმელებს და სათამაშოებს. ყველაფერს გიყიდი, რაც გინდა. მორჩა ამელკა, გაიქეცი ჭურჭლის გასარეცხად, მალე. მიდი. მოიცადე, მე და შენ ჯერ დასასვენებელი ადგილი არ აგვირჩევია. მე ვიცი. მე ავირჩევ ჩემს ადგილს საწოლზე. ვფიქრობ, რომ ძაღლის სახლში უფრო კომფორტულად იქნები. არა, ბერტა? რა სიტყვი? კარგი რა. მან არ შევალ. ამას გადაწყვეტს ბერტა. ძაღლის სახლი. ბერტა აირჩიეს საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ლეოსთვის. Yes, ოჩა. ჭკვიანი გოგო, ჩემი პატარა, კარგი ძაღლი. ბერტა, შენ გაიყიდე რამდენიმე სათამაშოზე. ოჰ. დაისვენე ლეო და მე ჭურჭელს გავრეცხავ. ეს არის ყველაზე არასასიამოვნო დასვენება, კარგი რა. სასიამოვნოა, როცა უყურებ, როგორ ისვენებს შენი საყვარელი მეგობარი. მაგრამ მე ვისვენებ, ამელკა კი მუშაობს. ბერტა, შენ აქ გაქვს შტეფსელი ან Wi-Fi? შოკში ვარ, აქ როგორ ცხოვრობ? ლეო. როგორ დაისვენე? ო, არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც შენ გეგონა. ოჰ, ვიცი რომ თავს იმშვიდე. არაფერსაც არ ვიმშვიდებ, ჭურჭლის ეწყოს ყველაფერი მირჩევნია. აბა კიდევ რას ვაპირებთ? ბერტა, შეგიძლია მინიშნება მოგცე? ბერტა, მოდი ჩვენთან. ლეო, ჩვენ თელი დრია ბერტასთან ვართ და დაგვავიწყდა მუსია. ჩვენ დაგვავიწყდა მისი კვება. ანუ ბერტას მოუწევს აირჩიოს რას შეჭამს მუსია? შეიძლება კი. ალბათ. ამბელკა. როგორ ფიქრობ, მუსია შეჭამს ძაღლის საკვებს? არასოს მისდია მისთვის მიცემა. ბერტა, აირჩიე საკვები მუსიასთვის. ბერტა, მოდი აქ. ბერტა, მოდი ჩემთან. ბერტა. მოდი აქ, ბერტა, ჩემთან. Yes! კარგი ძაღლი, ყოჩაღ. მუსია უიღბლოა, ის შეჭამს ძაღლის საკვებს. იქნებ მას მოეწონოს კიდეც. ასე რომ ჩვენ ამოვიღეთ კატის საკვებს. და ვყრით ძაღლის საკვებს. ნახეთ, რამდენად დიდია ძაღლების საკვები კატების საკვებზე. ესენი პატარებია. დაჯექით ხო? შეხედე, აიღე. რა არ მოგწონს? მეჩვენება თუ მან უბრალოდ თქვა? რაც გეჩვენება, მე არ მეჩვენება. მუსია მთავარია სცადო. ის ჭამს. მუსია, გინდა გახდე ძაღლი? ვაუ, ის ჭამს. როგორ ჩანს მას მოსწონს? მეჩვენება რომ საკვები მსგავსია. ორივე შეიცავს ხო? დიახ, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ძაღლებს და კატებს ერთნაირი გემოსაკვები არ აქვს. თან ისინი ამხელებია. ასე რომ მუსია, ყოჩაღი ხარ. შეჭამე. ლეო, რა ვქნათ ახლა? მე გირჩევ წავიდეთ
Quest-ის ოთახში. უკეთესი იდეა მაქვს. რომელი? ჩვენ წვეულება გვექნება. კარგი რა. არა, ამელკა, მე წვეულების წინააღმდეგი ვარ. ყოველთვის სულად თავდება. ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. მოდი, ბერტას ვკითხოთ, იმედია მხარს დამიჭერს. ბერტა, თუ გინდა რომ მე და ამელკა ოთახში წავიდეთ, მაშინ მოდი აქ. მოდი. ბერტა, ჯობია ჩემთან მოხვიდე და წვეულება აერჩიო. არც კი იფიქრო, ბევრი ხალხი მოვა და ყველასთვის დაყეფვა მოგიწევს შენ. ვა. Yes! ოჩახ ბერტა, წვეულება გვექნება. Yay! ბერტა, ეს გინდოდა? კარგი რა. ეს კომუნიკაბელური ზაღლია და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. კარგი და როგორი წვეულება გვექნება დღეს ჩვენ? როგორ სისურვებდი? მე გთავაზობ ბაკალავრის წვეულებას. როგორი საბაკალავრო წვეულება გინდა? ფეხბურთის თამაში აქ. შემდეგ კონსოლზე თამაში. შემდეგ ჩიფსების ჭამა. იქნებ აუზზე წვეულება უკეთესი იყოს? კარგი რა. ხომ რო, ბოლო დროს შენ და გოგოებმა კინაღამ მომყალით. თუ ხალი ხარ ესე იგი ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ გამიმართლა. კითხოთ ბერტას რა საერთოს იგი. მოდი ბერტა ჩემთან, წვეულებას გავუმართავთ. წვეულება. კარგი რა. ჯობია ჩემთან მოხვიდე, ბაკალავრის წვეულება მილიონჯერ მაგარია. ბერტა მოდი აქ. ბერტა მოდი ჩემთან, ბერტა. Yes! იქნება წვეულება აუზზე. ამელკა, ისევ ყველაფერი შენია. ისწავლე წაგებაზე შეგუება. ბერტა, მარაერთხელ აირჩია შენი იდეები. კარგი. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა სულერული წვეულება აუზზე. ამაზე ნუ წუწუნებ. წავიდეთ, მოემზადოთ. იქნებ ორგანიზატორები დავიქირაოთ. დაე თავად მოამზადონ ყველაფერი. არა, ყველაფერს თავად მომამზადებთ. იაფი იქნება. და უკეთესია. დაე ბერტა მაერჩიოს ჩვენი ბიუჯეტი. მართალია, მიდი. ბერტა, თუ მე ამირჩევ, ჩვენ გვექნება ყველაზე მაგარი წვეულება, რაც ოდესმე მქონია. თუ მე ამილჩევ, მაშინ ხორცის პური დაგვრჩება. ბერტა, მოდი ჩემთან. ბერტა, მოდი. ბერტა, ბერტა. ბერტა. Yes! კინდა ხო ხორცი? ბერტა, ისევ ხორცის გამო აირჩიე. აბა რა გეგონა, ჭმიანი ძაღლია. ახლა უნდა ვიმუშაო. მე უკვე გავაგზავნე მოსაწვევების წვეულებაზე. აუ, ცოტაც. მიდი, აბა მორჩა. აუზი გავასუფთავე. ნიატაკები გავრეცხე და ნაგავი გამოვიღე. კარგია, ახლა მოდი გადავიდეთ დეკორაციებზე. დეკორაციებზე? რა თქვინდა ეს დეკორაციებიც წავა? მეო, კარგი რა, შეგვიძლია წვეულების გაკეთება მეკობრულ სტილში. $10 მეხუმრები? თვალის სასაფარებელსაც ვერ ვიყიდით. აჭმიანი ხარ, აბა რა იდეა გაქვს? ამპულით შეგიძლია მხოლოდ უსახკაროთა წვეულების მოწყობა. რა? როგორია უსახკარო წვეულება? აქ ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს უსახკაროების ბუნაგი იყოს. იზი ხარ, ასეთ წვეულებას არასდროს გავმართავ. ეს არ არის შენი გადასაწყვეტი, არამედ ბერტასი. იმედი მაქვს, რომ ხარს დამიჭერს. ბერტა, ჩემს წვეულებაზე იქნება ცარიელი ბოთლები, კვირეული შესაფუთი და ყველანაირი ნაგავი. გიყვარს ნაგავში ქექვა, არა? სინამდვილეში ჩვენ ვცდილობთ, რომ ის მას გადავაჩიოთ. კარგი რა. დამშვიდი, ყველა ძაღლს უყვარს ნაგვის ქექვა. მათთვის ეს განძის პონას გავს. ბერტა, ნუ უსმენ მას. ჩვენ გვექნება ყველაზე მაგარი წვეულება ბუშტებით და მეკობრეების კოსტუმებით. მაგარი იქნება. ბერტა, მოდი ჩემთან. ბერტა, აქ, მოდი ჩემთან. მოდი. Yes! არა, ბერტა. მე უკვე ყველას გავუგზავნე მოსაწვევი. დღეს ბერტას სიტყვა კანონია. რასის წვილია, იმედი არავინ მოვა. აუზის გაწმენდა დროის კარგვა იყო. ახლა აუზი ისე უნდა დავაბინძუროთ. იმედოვნებ, რომ შოულები არ დაგვინახავენ ნაგვის დაპყრის დროს. ასე რომ ქაღალდის ნაჭრები. როგორიცაა სათამაშოები. რა არის ეს სუნი? ნაგავია, ჩვენი ნაგვის სუნიდან ამოვიღე. საჭირო იყო მისი აქ გადათრება? ყველაფერი ნამდვილად დასაჯერებელი უნდა იყოს. ლეო, შენ ძალით გინდა რომ ჩემი წვეულება ჩაშალო. სიმართლე არ არის, მე უბრალოდ მინდა რომ წვეულება განსაკუთრებული იყოს. ვიცი რომ იტყუები. ამაკა თუ რამით უმაყოფილო ხარ, ბერტას ეკამათე. ლეო, მიდი ხო, ბერტას დააბრალე. კარგი რა. შენ თვითონ დათანხმდი გამოწვევას და მოგეწონა. კარგი, ახლა ჩხუბის დრო არ გვაქვს. საჭმელები უნდა მოვამზადოთ. რას მოამზადე? ჩიფსების, პოპკორნისა და კარტოფილის გაკეთებაზე ვფიქრობდი. მე გთავაზობ ყველის დაფასა და ზღვის პროდუქტებს.
რამე სასიძულობას ამ შემოუნთავაზებ? არა, არ მინდა ჩემზე გაგანაწყენო. ძალიან კარგი. და მეტიც, მეც შევჭამ. და ეს არ არის ლამაზი. ყველაფერი გასაგებია, ლეო. ახლა ბერტასთან წავიდეთ. ზღვის პროდუქტები და ყველი. ნებისმიერი მენიუ მაწყობს. შენ შეგიძლია აირჩიო რაც გინდა. ბერტა, ბერტა, აირჩიე, ბევრი დრო არ გვაქვს. ბერტა, სად მიდიხარ? რას ჭამთ, ბერტა? არ მესმის, ბერტა, ჩვენ აქ ვართ. სად მიდიხარ? მე ნუ მიყურებ. შენ გააკეთე ეს არა? არა, თვითონ წავიდა იქ, ალბათ შეერი იყო. და რას თიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ წვეულებაზე ზაღლის საკვების ჭამა მოგვიწევს. არა, ოღონდ ეს არა. ბერტა, მაგრად მოიფიქრა. მან მთელი წეულება გაანადგურა. კარგი რა, ჩვეულებრივი წვეულება იქნება. არა, ბერტა? ჩვეულებრივი იქნება, მაგრამ საუსახკაროები რომ დაპატიჟო. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ყველაზე ცუდი წვეულების პრიზს მივიღებ. ო, ძალიან გემრიელია. მე ხუმრები, უარესი გემო ცხოვრებაში არასდროს მიგვზნია. ვცდილობ რომ გაგამხნეო, ვაიმე, არ მომწონს ეს გამოწვევა, მინდა რომ დამთავრდეს. შეგვიძლია გავაჩეროთ. მაგრამ რას იფიქრებენ გამომწერები? მე მხოლოდ ჩემი გამომწერების გულისთვის ვაკეთებ ამას. ბავშვებო, დაალაიქეთ ვიდეო და დაუჭირეთ ხარი ამელკას. სან არის ეს სახლი? მგონი ეს არის. ამბელკა, მართა ვარ, წვეულებაზე მოვედი. ვინ არის მართა? ახალი კლასელი. აბა რატომ ზიხარ? გააღე, მიდი. იმედი მქონდა რომ დამეგობდებოდი მასთან. რა პრობლემაა? დაინახავს ყველაფერს. და ის იფიქრებს რომ ჩვენ ჰო, დიახ, მეც ასე ვიფიქრებდი. მომწონს ის, ჩვენ მსგავსი ჰობი გვაქვს. დაივიწყე, ამის შემდეგ ის შენთან აღარ იმეგობრებს. ამილკა აქ ხარ? გამარჯობა, შემოდი. ვაიმე, ლამაზი სახლი და დიდი ეზო გაქვს. მადლობა. არ გეცქინებო რომ ადრე მოვედი? მინდოდა მომზადებაში მოხმარებოდი. ყველაფერი მზად გვაქვს. კარგია, მაშინ ალოზე წავიდეთ. ხო, წავიდეთ. გამარჯობა, მე ვარ ლეო, ამელკას მეგობარი. გამარჯობა, მე მარტა ვარ. ძალიან სასიამოვნოა. აქ რა მოხდა? ხო, ასე მოხდა. მე შემიძლია დაგეხმაროთ ყველაფრის გაწმენდაში. ჯერ კიდევ არის დრო. არა, საჭირო, ეს ყველაფერი განზრახ გავაკეთეთ. განზრახ? დიახ, ჩვენ ვატარებთ უსახკაროების თემატიკის წვეულებას. უსახკარო წვეულება? მაგარია. მოგწონს? კი, უნდა გაგეფრთხილებინო და წვილს სასურავო კოსტუმს ჩავისვამდი. ახალის გამოგადგება. ბავშვებო, მე ჯერ არაფერი მიჭამია. რამე ხომ აგავთ საჭმელი? დიახ, გვაქვს. შეგიძლია მიირთვა. რა არის ხუმრობა? ეს არის კატის საკვები. არა კატების, არამედ ზაღლების არის. სულაც არ არის ცუდი. ახლა აღიარეთ, მომატყუეთ, ხო? არა, არც კი უბრალოდ უგიფიქრია. წვეულება, არანაირი მოტყუება. თუ არ მოგწონვარ, ჩემი დაცინო არ არის საჭირო. მართა, ბოდიში, ეს მხოლოდ ჩელენჯია. რა ჩელენჯი? ჩვენს დღეს მართავს ზაღლი. როგორ? ჩვენ მას ორ ვარიანტს ვთავაზობთ და ის ირჩევს. იტყუებით? ჩვენ არ ვიტყუებით. მაშინ მაჩვენეთ როგორაა, მაინტერესებს. მინდა ფილმის ყურება? მე მინდა. მაშინ მოდი ბერტას ვკითხოთ, რომელ ფილმს უნდა ვუყუროთ. წავიდეთ. მოდი წავიდეთ. ბერტა იქ არის. ისე ცოტა მეშინია ზაღლების. ნუ გეშინია, ბერტა ძალიან კეთილი ზაღლია. და მორჩილი. მაგრამ მასთან ახლოს არ მივალ. არგი წავიდეთ. მოდი წავიდეთ. კარგი. ბერტა აირჩიე, რომელი ფილმს უყუროთ მასთან ერთად. ბარბი თუ პატარა ქალთევზა? რომელი მოგწონს ყველაზე მეტად? ბერტა, მოდია. ბერტა, მოდი ჩემთან. მოდი. დიახ, yes! მაგარია. ხომ ხედავ, ჩვენ არ მოგვიტყუებია. შეუძლია მას რომ საჭმელი აირჩიოს ჩვენთვის ფილმის დროს საჭმელად? ჩვენთვის ზაღლების საკვებში არჩევს. გოლდიში, მაგრამ არ შევჭამ. ამ შემთხვევაში მოდით ფილმს უყუროთ, რადგან დანარჩენი სტუმრები მალე აქ იქნებიან. ხშირად აკეთებ გამოწვევებს თქვენ ძაღლთან? ზოგადად ჩვენ ვაწყობთ სხვადასხვა გამოწვევებს. ხშირად ვაკეთებ საინტერესო ვიდეოებს ჩვენი გამომწერებისთვის. თქვენი გამომწერები? დიახ, აქ არია. გამარჯობა ყველას. გადახედე არხს ამელკა კარამელკა. იქ ძალიან ბევრი მაგარი ვიდეოა. ვაიმე, რამდენი ვიდეო გაქვს?
ო, ასე რომ არ დაგავისას გამოწერა. ბავშვებო, თქვენს არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ არხი. ო, ამდენი თავგადასავალი გაქვს და მე მთელი და სახში ვზივარ ხოლმე. მინდა ჩვენ ერთად გადაღება? თქვენთან ერთად? შემიძლია? მოიცადე, ჩვენ ეს ჯერ ბერტას უნდა ვკითხოთ. მაშინ წავიდეთ, გკითხოთ. მოდი წავიდეთ. მართა, არაფერი პირადული. უბრალოდ დღეს ბერტა წვეთს ყველაფერს. აქამდე ძაღლს არასდროს გადაუწყვეტია ჩემი ბედი. ბერტა შეიძლება რომ მართა ჩვენ სახლზე გადავიღოთ? თუ მოუხრე ხარ, მაშინ მოდი ჩემთან. თუ წინააღმდეგი ხარ, მოდი ჩემთან. დღეს შენ წყვეთ მთელი არხის ბედს. მართალია? ო, ასე რომ კარგად დაფიქრდი. ბერტა ჩემთან. ბერტა, ბერტა, მოდი. მოდი ჩემთან. ბერტა, მოდი ჩემთან. ბერტა. ბერტა, მოდი ჩემთან. მოდი. ბაშა. Yes, გილოცავ მარტა, ბერტას მოეწონე. მან შენაგირჩია. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ერთად გადავიღებ ვიდეოებს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. სიტყვების სასწავლად რეპეტიცია დაგჭირდება. მე კარგად გამომდის. სამწუხარო რომ ბერტა ვერ ლაპარაკობს. არა უშავს, ლუნას გამოგონებას გამოვასწორებ და ბერტასთან და მუსიასთან კომუნიკაციას შევძლებთ. მაინტერესებს ისი თქმა უნდა ბერტას ჩვენი გამომწერებისთვის. სად მიდის? არ ვიცი, მივყვეთ მას. შეხედე ბერტას რაღაც წერილი აქვს. მომეცი ბერტა. როგორ დაწერა ეს მან? არა მგონია რომ მან ეს გააკეთა. ნოსტალგია. როგორ მოდი წავიკითხოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. და რა თქმა უნდა დააჭირეთ ზარის ღილაკს. ნახვამდის ყველას. ბერტა კარგი ძაღლია. ლამაზო ბერტა.